გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 3 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა პირველ მოადგილე კოტე ბერიძიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის მიხედვით სრულად ბეტონის საფარი მოეწყო და სანიაღვრე არხები გაკეთდა. განახლებული გზის საფარი მოსახლეობას გაუმჯობესებს როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით გადაადგილებას. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა და 776,000 ლარი შეადგინა. დღეს სოფელ კარდენახში 3 შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოვინახულეთ. ეს გზა თავის დროზე ძალიან იყო დაზიანებული, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. 1000 დაახლოებით 1100 გრძივი მეტრის ბეტონის საფარი მოეწყო, განახლდა სანიაღვრე სისტემა, ჯამში დაიხარჯა 780,000 ლარამდე. განახლებული გზები ჩვენს მოსახლეობას გადაადგილებაში ხელშეუწყობს. ძალიან კარგიზა გაგვიკეთდათ გენაცვალე. ისეთი უბედურება იყო ჩვენ ქუჩაში ამ გზაზე. ვერ აივლიდით და ვერ ჩაივლიდით, ისეთი საშინელება იყო. ეხლა ძალიან კარგია, მადლობლები ვართ მერიისაც და რა ვიცი, ვინც ეს გზა გაგვიკეთა. ეს გზა ყოველთვის კეთდებოდა, იქვიშებოდა და ტყიდან მოსულ წყალს ყოველთვის მიჰქონდა. ანუ ის სამუშაოები ყოველთვის წყალს მიჰქონდა. დღეს მართლა კარგად გაკეთდა აი ეს ყველაფერი, საუკეთესოდ, კარგად კი არა, საუკეთესოდ სანიაღვრეებით აუცილებლად ესე უნდა გაკეთებულიყო და მართლა ქალაქური გზა გაგვიკეთდა, არის ძალიან კარგი ნამუშევარი შესრულებული და თავს ძალიან კომფორტულად ავგრძნობთ, ძალიან კარგად და მადლობა